გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. გია ხუხაშვილის მორიგი გამოსვლა. პოლიტიკური ლოგიკით შემოდგომისკენ ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს. თუ პარტიებს უნდათ აიძულონ ხელისუფლება, პირობები კი არ უნდა წამოაყენონ ტელევიზორში, არამედ ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ. წარმოიდგენია მისი ინტერვიუს მოსმენის შემდეგ ალიანსელებმა ალბათ შუბლში მიირტყეს ხელი და შეძახეს ეს როგორ არ მოგვაფიქრდა ჩვენ უდღეურებსა და უნიათოებს. ხალხის მხარდაჭერა, ეხ ხალხის მხარდაჭერა გადაგვარჩენს. აფსუს მანამდე რატომ არ თქვა ეს ჩვენმა გიამ ამდენი დრო როგორ დავკარგეთ სრულიად ტყუილად. აბა არიქა ყველა გავერიოთ ხალხში და ხალხის ჩვენ გამოგვერევა. დიახ, ალბათ ასე იყო. კაცური კაცია ხუხაშვილი. მისი საინფორმაციო ღრუდან გამოსული აზრები მაცრუებს ხოლმე თავისი მოდერნისტული მიმართულებით. დიდი ყურადღებით ვისმენ ხოლმე მას და ჩაწერას ძლივს ვასწრებ. მერე ძილის წინ რომ გავიაზრო და ჩემი ცხოვრება გადავაფასო. ამჯერად კი მის პოლიტიკურ ლოგიკას მინდა ჩავწოდე. ეტყობა მიუხედავად გავლილი ცხოვრებისეული გზისა, პოლიტიკურად მე მაინც ჯერჯერობით ძალიან ნორჩი ადამიანი ვარ. ამ ყველაფრის თმა ხუხაშვილმა კი ჩემზე გაცილებით მეტი იცის, დიახ, მან იცის, მე კი არ ვიცი. არ ვიცი თუ რომელი პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე უნდა დანიშნოს ქართულმა ოცნებამ ვადამდელი არჩევნები. ჩემი მოგზაურებული აზრით და ამაზე მგონი უკვე მქონდა ბედნიერება თქვენთან მელაპარაკა. თუ კი ინიშნება ვადამდელი არჩევნები, ამას რაიმე მიზეზი უნდა ჰქონდეს. და თუ კი ქართული ოცნება დანიშნავს მას, მაშინ მე ხელს ავწევ და ვიკითხავ, კი, მაგრამ რატომ? არ მგონია ოცნებამ მიპასუხოს, იმიტომ რომ ალიანსი ითხოვს ამას. და გია ხუხაშვილის პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე ნიშნავთო. მეგობრებო, ვადამდელი არჩევნები ჩვენ შემთხვევაში დაინიშნება მხოლოდ იმ ვარიანტში, თუ კი ოცნება აღიარებს, რომ 2024 წლის არჩევნები გაყავდა. სხვა ჩემი გაგებით არანაირი ვარიანტი არ გაჭრის. ის რომ თქვა ვიღაცამ გვითხრას, აი ვადამდელი არჩევნები იმიტომ ინიშნება, რათა დასავლეთს დავანახოთ, რომ 24 წლის არჩევნები არ გაყალბებულაო, ეს ძალიან მიამიტური არგუმენტი იქნება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არჩევნების ჩატარება ძვირი სიამოვნებაა. ძვირი სიამოვნება სახელმწიფოსთვის, ანუ ჩვენთვის მოსახლეობისთვის. ვადამდელი არჩევნების ჩატარება ფუფუნება იქნებოდა, რის საშუალებაც ჯერჯერობით ნამდვილად არ გვაქვს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ზოგიერთი გულმხურვალე ოპოზიციონერი ყვირის საქართველოში 3,5 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. და მაინტერესებს თუ რა უჯდება სახელმწიფოს არჩევნების ჩატარება. არ ვიცი რამდენი ზუსტი ინფორმაცია მოვიპოვე, მაგრამ რაც ვნახე, იქ ეწერა რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ბიუჯეტს 77,5 მილიონი ლარი დაუჯდა, სადაც უშუალოდ არჩევნების პროცედურაზე 50 მილიონზე მეტი დაიხარჯა. 2024 წლის არჩევნებზე კი ბიუჯეტიდან 171 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. რატომ ასე ძვირი? იმიტომ რომ 54 მილიონად შეძენილი იყო ის ელექტრონული აპარატები, რომლებმაც გაჟონეს. ხელფასებზე კი 42 მილიონი დაიხარჯაო. და ნუ თუ ახლა ამ მერყევ და ფინანსურად არასტაბილურ დროში სახელმწიფო უცებ გამოყოფს ამდენ ფულს ჩვენი გახრეტილი ჯიბიდან, რათა ალიანსელების ჟინი დაკმაყოფილდეს, რაც თავარია. რამდენი არჩევნებიც არ უნდა ჩაატაროს ქართულმა ოცნებამ და შესაბამისად მოიგოს ის, ალიანსი და მათი მფარველი უხსენებლები მაინც იტყვიან, რომ გაყალბდა. და მაშინ რა აზრი აქვს, გეკითხებათ თქვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. არავითარი აზრი. და რატომ ლაპარაკობს ასე ხუხაშვილი? განა ხუხაშვილი ჩემზე გაუთვითცნობიერებელია და არ იცის, რომ მისი სიტყვები წყლის ნაყვა საცერში იცის, მშვენივრად იცის, მაგრამ მაინც ისვრის სრულიად ცარიელ სიტყვებს. ხომ გახსოვთ პოლონიუსი რომ ეკითხება ჰამლეტს, რას კითხულობთ უფლისწულო? და ჰამლეტი პასუხობს, სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს. მეც ვკითხავდი ხუხაშვილს, რას ლაპარაკობთ ექსპერტო და ჟანრის კლასიკით,
ხუხაშვილმა უნდა მიპასუხოს სიტყვებს. და მე რაც თავარია, ხუხაშვილი თვითონვე ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. ის ამბობს, რომ ქართული ოცნება არც ერთ დათმობაზე არ წავაო. პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ძალა, რომ ოცნებაზე ზეწოლა მოახდინონ და მხოლოდ ხალხს ძალუც ესო. უნდა მაინტერესებს კი, მაგრამ აქამდე საქართველოს მოსახლეობა რატომ არ აღელდა? ამის 2 წელი გავიდა 2024 წლის არჩევნებიდან და იმ მცირეოდენმა ნაწილმა, რომელიც ფოიერვერკების დღესასწაულის დროს ვიხილეთ რუსთაველზე, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ვერ შეაცვლევინა თავისი აზრი. და ისეთი რა ეგზისტენციური ამბავი უნდა მოხდეს საქართველოში, რომ მთელი ქვეყანა აჯანყდეს, მთავრობას ვადამდელი არჩევნები ჩაატარებინოს, ოცნებას პირნათლად წააგებინოს, მამაშვილ სანიკიძეები და მათთან გათანაბრებული ჭიჭე აირჩიოს, მერე ისინი ერთად დასვას ერთ მთავარ სავარძელში, მათ წინაშე მუხლი მოიდრიკოს და უთხრას გვმართეთ თავადებო. და ყველაფერ ამაზე მედან უხილავი ძაფებით, ყარაბას ბარაბასივით ალბათ ხუხაშვილი მომართავს. საქმეც ამაშია, რომ ასეთი დამდაგვარი რამ არ მოხდება და ხუხაშვილმაც ეს მშვენივრად იცის, მაგრამ მაინც სანიკიძეებისა და ჩერგოლეიშვილების თამაშს თამაშობს. ცენტრსვა რატომ და რამდენად. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.